თავი მეორე, გამოსათქმელთა და გამოუთქმელთა, საცოდნელთა და უცოდნელთა შესახებ. ამრიგად, ვინც ღვთის შესახებ თქმას ან სმენას ინებებს, მართებს მას გარკვევით იცოდეს, რომ ღვთისმეტყველებაში და განგებულებაში არც ყოველივე გამოუთქმელია, არც ყოველივე გამოსათქმელი, არც ყოველივე უცოდნელია, არც ყოველივე საცოდნელი, ხოლო სხვა რამ არის საცოდნელი და სხვა რამ სათქმელი. როგორც სხვა არის მეტყველება და სხვა არის მცოდნეობა. ამიტომ არ არის შესაძლებელი, რომ ბევრი რამ, რასაც ღვთის შესახებ ბუნდოვნად მოვიაზრებთ, ჯეროვნად იქნეს გამოთქმული. შესაბამისად იძულებული ვართ, რომ ჩვენზე უზემო ესთა შესახებ ის ვთქვათ, რაც ჩვენეულია. როგორც მაგალითად ვამბობთ ღვთისადმი ძილს, მრისხანებას, უზრუნველობას, ხელებს, ფეხებს და ამგვარად. ამრიგად ის, რომ არის ღმერთი, დაუსაბამო, დაუსრულებელი, საუკუნო, მარადიული, შეუქმნელი, უცვლელი, გარდაუქმნელი, მარტივი, შეუდგენელი, უსხეულო, უხილავი, შეუხებელი, გარეშემოუწერელი, უსასრულო, მოუაზრებელი, გარეშემოუცველი, მიუწვდომელი, კეთილი, სამართლიანი, ყველა ქმნილების შემოქმედი, ყოვლა ძლიერი, ყოვლის მყრობელი, ყოვლის მხედველი, ყოველთა წინა გამგები, მეუფლე და მსაჯული, ეს ვიცით და ვაღიარებთ. აგრეთვე ვიცით ისიც, რომ ღმერთი ერთია, ანუ ერთი არსებაა, რომ სამ გვამოვნებაში შეიცნობა და არსებობს იგი, მამაში, ვამბობ ძეში და წმიდა სულში, რომ მამა, ძე და სული წმიდა ყოვლითურთ ერთია, გარდა უშობელობისა, შობილობისა და გაუმავლობისა, რომ მხოლოდ შობილი ძე და სიტყვა ღვთისა და ღმერთი თავისი მოწყალებითი თანალმობით, მამისეული სათნოყოფით და ყოვლა წმიდა სულის თანამოქმედებით, ჩვენი ხსნისათვის უთესლოდ მუცლადღებული, განუხრწნელად იშვა წმიდა ქალწულისა და ღვთისმშობლის მარიამისგან, სულიწმიდის მიერ და მისგან, მარიამისგან სრული კაცი გახდა. ვიცით, რომ თვითვე არის ერთდროულად სრული ღმერთი და სრული კაცი, ორი ბუნებისაგან, ღმრთეებისაგან და კაცებისაგან და ორ ბუნებაში, რომლებიც არიან გონისმიერნი, მნებებელნი, მოქმედნი, თვითუფლებრივნი, ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, სრულნი, შესაბამისად თითოეულის საზღვრისა და რაობისა ვამბობ ღმრთეებას და კაცებას, ხოლო ვიცით იგი ერთი შედგენილი გვამოვნებით, ვიცით აგრეთვე რომ მოშივდა მას და მოსყურდა, დაიღალა და ჯვარს ეცვა, სიკვდილის და საფლავის სამდღიანი გამოცდილება მიიღო და ცათაკანზე ავიდა, საიდანაც მოვიდა ჩვენთან და კვლავ მოვა შემდეგში, ამის მოწმეა საღვთო წერილი და წმინდათა მთელი მწყობრი. მაგრამ თუ არა რა არის ღვთის არსება, ან როგორ არის იგი ყოველივეში, ან როგორ დაიცალიერა თავისი თავი მხოლოდ შობილმა ძემ და ღმერთმა და როგორ გახდა იგი ადამიანი ქალწულებრივ სისხლთაგან, რაჟამს ბუნებისაგან უცხორამ სხვა წესით შეიქმნა, ან როგორ განვლო მან წყალი დაუსველებელი ფეხით. ამათ შესახებ უმეცარნი ვართ და არც თქმა ძალგვიც. ამრიგად არ არის შესაძლებელი, რომ ღვთის შესახებ რაიმე ვთქვათ, ან მოვიაზროთ, გარდა იმისა, რაც ძველი და ახალი აღთქმის საღვთო სიტყვათა მიერ ჩვენდან ღვთისმსახოვნად განცხადებულა ან თქმულა.